რუსეთის ისტორიაში რიურიკები არიან მიჩნეული პირველი რუსული მიწების შემკრებად. მათ ეს დაიწყეს ლაგოდის ტბასთან და შემდეგ უკვე უფრო სამხრეთით, აი დღევანდელი ნოვგოროდის მიმდებარე ტერიტორიები. როგორც ამბობენ, რიურიკები იყვნენ ვარიაგები, მოსულები სკანდინავიიდან, მაგრამ გარკვეული ეს ნორმანდული თეორიითაა, მაგრამ რუსეთის ისტორიის გარკვეული მკვლევარები, ისტორიკოსები თვლიან, რომ ვარიაგი არ იყო სტომი. ვარიაგი იყო პროფესია. ვარიაგი ანუ სიტყვა ვარით, ხარშვა. ამბობენ, მიჩნეულია, რომ ვარიაგები იყვნენ მარილის მხარშველი ტომები, რომლებიც მარილს ხარშავდნენ და ყიდდნენ. და მოგეხსენებათ, ადრე მარილი ძალიან ძვირადღირებული პროდუქტი იყო და მარილის წაღება, წამოღება ეს თითქმის ექსპედიციას უდრიდა, იმიტომ რომ მას მიყვებოდა შეიარაღებული რაზმები და თითქმის ერთი მთელი რაღაც ექსპედიცია მიდიოდა. გამოთქმებიც ხომ არსებობს ქართულშიდაც, რომ აი მარილი არ დაიყარო, თორემ ჩხუბი იქნებაო, იმიტომ რომ მარილი ძვირადღირებული პროდუქტი იყო და ასევე გამოთქმა მარილზე გავიდაო, ანუ მარილზე წასვლა ფაქტიურად სიკვდილს ნიშნავდა რა. შესაბამისად, როდესაც ეს ექსპედიციები დადიოდა ევროპისკენ, სკანდინავიისკენ, ზოგი რჩებოდა, ზოგი უკან ბრუნდებოდა. ამიტომ რუსული თეორიის მომხრე ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ რიურიკების შემოსვლა ვარიაგების, ანუ შემოსვლა სკანდინავიიდან ეს არ იყო რაღაც უცხო ტომის მოსვლა, ეს იყო ადგილობრივი რუსული ტომის დაბრუნება თავის სამშობლოში. რიურიკები მოვიდნენ, დაიწყეს რუსული მიწების შემოკრება და 1598 წელს გარდაიცვალა ბოლო რიურიკი, რომელსაც არ დარჩა შვილი. და ეს ამან გამოიწვია გარკვეული არეულობა რუსეთის მიწებზე, იმდროინდელი რუსეთის მიწებზე და 1613 წელს, ანუ 15 წლის მერე, 15 წლის არეულობის მერე დიდი თავადების კრებამ მოიწვია ანდრეი კაბილა, ეს იყო ავსტრიიდან მოწვეული ივანე მრისხანის შვილიშვილი გოგოს ხაზით. ანუ ოდესღაც ივანე მრისხანის გოგო ალბათ გათხოვდა იქით ავსტრიაში და მისი შვილიშვილი მოიწვიეს რუსეთის სამეფო ტახტზე. და ეს იყო პირველი რომანოვების დინასტიის დასაწყისი, რადგანაც დაახლოებით 100 წლის მერე, 150 წლის მერე, მე-18 საუკუნის შუალედში პეტრე მესამეს დროს დაიწყო რომანოვების ახალი დინასტია, ასე ვთქვათ, გოლშტეინ-გოტორპების დინასტია, რომელიც იყო 1917 წლის რევოლუციამდე. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ის რიურიკებიც, რომანოვებიც, ანდრეი კაბილას რომანოვებიც თუ პეტრე მესამეს რომანოვებიც იყვნენ ერთი და იგივე მონათესავე ოჯახებიდან გამოსული ხალხი. და არავინ უცხო იქ არ მოსულა, ასე ვთქვათ, უცხო ვერ მოვიდოდა. ეს ყველგან ეს ეხება ზოგადად რამე რო იქმნება ახალი ცარიელ ადგილზე არაფერი არ იქმნება ზოგადად. რაღაცაზე შენდება ახალი რაღაც. ეს არის ისტორიული დინების, ასე ვთქვათ, სიმართლე. ეს ასე ხდება ცხოვრებაში ზოგადად. და სხვათა შორის ლენინიც რომ მოვიდა შემდეგ ხელისუფლებაში, ლენინიც ცნობილია, რომ გერმანიიდან წარგზავნილი აგენტი იყო, იქედან მოსული იყო ლენინიც და ამიტომ ასე ადვილად ნიკოლოზ მეორემ ასე ადვილად გადასცა თავისი, ასე ვთქვათ, ხელისუფლება, თორემ წარმოიდგინეთ, იმხელა ჟანდარმერია, იმხელა ჯარი, რომელიც რუსეთს ყავდა, რუსეთი არ იყო იმ დროს რაიმე, ასე ვთქვათ, დაკნინებული ქვეყანა, დაანგრეული და დაკნინებული ქვეყანა, უბრალოდ ესე გახდა საჭირო და ამის მიზეზებზე კიდე
სხვა დროს ვისაუბრებთ, ეს უფრო ინდუსტრიალიზაციის მიზეზებს ეხება და რატომ მოხდა, ამასაც ვისაუბრებთ აუცილებლად. მოკლედ, აქ მთავარი პრინციპი რა არის? მთავარი პრინციპი არის, რომ გავიგოთ, რომ ისტორიული დინების უწყვეტობა არის შენარჩუნებული. ეს დინება დაარღვია სტალინმა. ზოგადად სტალინმა ძალიან ბევრი რამე დაარღვია, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. რუსი ხალხისთვის იყო მხოლოდ სტალინის დროს. არც მანამდე, არც მერე რუსი ხალხი რუსეთის ხელისუფლებაში არ ყოფილა. ერთადერთი მართველი, რომელსაც ასე ძალიან სცემენ პატივს რუსები, ამიტომაც იყო სტალინი, რომელიც რუს ხალხს გაუკაფა გზა ხელისუფლებისკენ და არა მარტო რუს ხალხს, არამედ ყველა იმ ხალხს, ვინც სახლობდა რუსეთს, ყველას მიეცა საშუალება, რომ მისულიყო ხელისუფლებაში. რასაკვირველია, ჩვენც გქონდა ეს საშუალება, რომ გვემართა რუსეთი. მე ზოგადად ვთვლი, რომ პეტრე პირველიც ქართველი იყო, მამით ქართველი იყო. ამაზე კიდე ცალკე ვისაუბრებთ. შემდეგ უკვე რასაკვირველია სტალინი და ბერია და თუ რაიმე ვერ შევძელით ჩვენ ქართველებმა უფრო მეტი რატო ვერ შევძელით და რა იყო ამის მიზეზი, ამას რასაკვირველია ჩვენ განვიხილავთ. სტალინს საქართველოს რუსეთის შემადგენლობაშიც უნდა რომ შეეყვანა 1920-იან წლებში. რუსი ანალიტიკოსების განცხადებით დაახლოებით 1 მილიარდამდე დოლარი გადის ყოველ დღე სხვადასხვა სახით რუსეთიდან. ეს იქნება წიაღისეული, ხე-ტყე, ნავთობი, თუ მოპარული ფული კორუფციით და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს 1 მილიარდამდე ყოველ დღე გადის რუსეთიდან. სხვათა შორის ომის დაწყებამ ეს პროცესი შეაჩერა, ის ოფშორული ზონები, საიდანაც მიედინებოდა ეს თანხები, იქით უკვე აღარ მიდის, უფრო რუსეთში რჩება. ამ უკრაინასთან ომმა ძალიან შეცვალა რუსეთი და სხვათა შორის შეცვალა უკეთესობისკენ. იმიტომ რომ რუსეთმა დაიწყო განვითარება. ზოგადად რომ იცოდეთ, რუსეთთან ომი არ შეიძლება, იმიტომ რომ რუსეთი ომში ძლიერდება პირიქით. თუ ეს ძალიან ცრუ წარმოდგენებულია, რომ რუსეთთან რაღაც ომი ვინმე მოიგებს, ასე ამას თავისი მიზეზები აქვს, რომ რუსეთთან ომს ვერავინ ვერ მოიგებს აბსოლუტურად. იმიტომ რომ რუსეთი ომის დროს ძლიერდება. რადგანაც რუსეთს აქვს ძალიან ბევრი სავაჭრო, ძალიან ბევრი სიმდიდრე, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერ მოწინააღმდეგეთა ბანაკში შეიტანოს განხეთქილება. მაგალითად, თუ რუსეთს ებრძვის დაუშვათ ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ, მას შეუძლიათ რომელიმეს მოელაპარაკონ ან ერთს, ან მეორეს, მესამეს წინააღმდეგ და შეღავათიანათ, ან სიმდიდრე მისცენ, ან რა ვიცი, ნავთობი, ან იგივე დღეს სანქციები აქვს რუსეთს და ნავთობი თითქოს არ იყიდება, მაგრამ სამაგიეროდ ნავთობი იყიდება შავი ბაზრით, უფრო მეტიც ნავთობი უკრაინაშიდაც კი იყიდება, რადგანაც საზღვარგარეთული ფირმები თვითონ შეწყვიტეს თავისთან ნავთობის მოპოვება, იგივე არაბულმა ქვეყნებმა, რომ რუსეთიდან წამოსული ნავთობი ისე გაიაფთა მაგათთვის, რომ ისინი ყიდულობენ რუსულ ნავთობს და თავის ეტიკეტს აკრავენ ზედ და როგორც თავის ნავთობს ისე ყიდიან. და ეს იცის ყველამ რასაკვირველია, იმიტომ რომ არანაირი ომის გულისთვის ვიღაც მსოფლიოს მართველები და ეს მილიარდებზე არ არის საუბარი, აქ უკვე რაღაც ზეციურ თანხებზეა საუბარი, არავინ არ შეწყვეტს ფულის კეთებას, პირიქით ომები ფულის კეთებისთვის იწყება როგორც წესი. ამიტომ ის რომ რუსეთი დასუსტდება და რაღაც ომით წააგებს, პირიქით რუსეთი სუსტდება და იხრწნება ზუსტად მშვიდობის დროს, როდესაც მას არაფერი არ ერჩის და ის ასე ვთქვათ ნებიერად არის, თორემ ომის დროს რუსეთი პირიქით ძლიერდება.
ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი თითქმის ერთი სტილის ქვეყანაა. ეს ორი ქვეყანა არის საშუალებების ქვეყანა. თქვენ მოგეხსენებათ, როგორ მოხდა აშშ-ის ათვისება კოლონიალური დაპყრობებით და ფაქტიურად ადგილობრივი მოსახლეობა იქნა განადგურებული. გარკვეული რაღაც რეზერვაციებისა ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობა, აბორიგენული მოსახლეობა ფაქტიურად აღარ არსებობს. შევიდნენ კოლონიზატორები, რასაკვირველია და მათ თავისი ინტერესები ჩაიტანეს იქ. საფრანგეთიდან ფრანგული ინტერესები, ინგლისიდან ინგლისური და ასე შემდეგ, ესპანეთიდან თავისი ინტერესი. ამიტომ არის ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტიურად ამერიკის შეერთებული სახელმწიფოები. იმიტომ რომ ყველა მათგანს აქვს თავისი კანონები, ამიტომაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის ნებართვა, იმიტომ რომ ისინი მათ არ აქვთ ერთიანი ჯარის განცდა კი, რასაკვირველია, ეს არის ერთიანი სახელმწიფო და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა შტატს ყავს თავისი შეიარაღებული ხალხი და სწორედ ეს მოლაპარაკება მოხდა მათ შორის, რომ იარაღი უნდა ყოფილიყო ნებადართული, რადგანაც შტატებს ერთმანეთისგან დაეცვათ თავისი თავი. სწორედ დღეს და ამ პერიოდში ყალიბდება შეერთებული შტატები როგორც ცალკეული ერთი მთლიანი სახელმწიფო, რაც არ ვიცი მოახერხებენ თუ არა, ალბათ ამას რაღაც რევოლუცია მოყვება შეერთებულ შტატებში. ჯერჯერობით ეს რევოლუცია შეჩერებულია იმ პრობლემებით, რომელიც ზოგადად მსოფლიოში მიმდინარეობს და ეს რაღაც აჩერებს, თორემ შეერთებულ შტატებში რევოლუცია არის გარდაუვალი, რომელიც ან დაშლის შეერთებულ შტატებს, ან ჩამოაყალიბებს როგორც ერთ მთლიან სახელმწიფოს რაღაცა იმ შტატების კანონმდებლობის თუ კონსტიტუციების განსხვავებების გარეშე. ეს კარგად უნდა გავიგოთ. სხვათა შორის გერმანულიდან თუ არ ვცდები შტატი სახელმწიფოს ნიშნავს. ამიტომ შტატების ან გაერთიანება, ან დაშლა გარდაუვალია და ამ მხრივ შეერთებული შტატები უფრო მყიფეა ვიდრე რუსეთი. რუსეთში მაინც არსებობს რაღაც ერთიანი რუსული დერჟავის და რუსული სახელმწიფოს შეგრძნება. ამერიკაში თუ დაიწყო არეულობები, ეს შეგრძნებები მალე დაიმსხვრევა. ამიტომ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ გამომყევით საუბარში, მსჯელობაში, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ, დააფინანსეთ არხი, გააკეთეთ დონაციები აუცილებლად, რადგანაც ფინანსური მხარდაჭერა არის ძალიან აუცილებელი, რომ უკვე სხვა ფორმატში გადავიდე, აი ლექციების ფორმატში რომ გადავიდე. და მე გპირდებით, რომ თქვენი ფიქრები უფრო საინტერესო გახდება.